ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა სწორედ კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ერთი მხრივ ის კამერები, რომელიც დამონტაჟებულია რუსთაველის გამზირზე, აფიქსირებს სახეს, მონაწილეების აქციის და გარდა ამისა ჩანს კარგად ტექსტური შეტყობინება და ამ ვიდეო კადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს უჭირავს ხელში A4 ფორმატის ქაღალდი, ქაღალდზე არის გარკვეული მასალა დატანილი და ისე ახლოს მიდის კამერა და ისე ჩერდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ მარტივად არის შესაძლებელი წაკითხვა თუ რა წერია ამ ფურცლებზე. დაახლოებით რომ შეგვექმნას წარმოდგენა რა კამერებია დამონტაჟებული, ახლა საქალაქო სასამართლოს ეზოში ვართ და აქაც მსგავსი კამერა არის 360 გრადუსით. შეუძლია ამ კამერას ბრუნვა და შესაბამისად მარტივია მთლიანად მოძრაობის დაფიქსირება მოქალაქის, რომელსაც გადაწყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომ ყურადღება მიაქციოს და მარტივი არის აღქმა დადგენა ტრაექტორიის გადაადგილების და ტექსტური შეტყობინების. ჩვენ დღეს ჩავწერეთ სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც უწყოთი პროტესტის მონაწილეები არიან და ის მათ აჯარიმებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი საქმეები მოდის საქალაქო სასამართლოში და ხშირად არის წარმოდგენილი კადრები. თითოეული მათგანი გვეუბნება, რომ კადრები არის მარტივად აღსაქმელი, მაღალი გარჩევადობის, მარტივად არის შესაძლებელი იმის დადგენა თუ რა უჭირავს კონკრეტულ მოქალაქეს, მაგალითად ხელში რა ატრიბუტიკა აქვს, როგორ აცვია, ჩანთა აქვს თუ არა, ხელში უჭირავს თუ არა მობილური ტელეფონი და მათ ამ კადრების გავრცელების შემდეგ გაუჩნდათ აღქმა, რომ მობილურ ტელეფონში მიღებული შეტყობინებაც კი შესაძლოა კონტროლდებოდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება წვდომა მათ პირად შეტყობინებებზე. შესაბამისად, როგორც იურისტები, ასევე თვითონ თვლიან, რომ ამ კუთხით ირღვევა მათი გამოხატვის თავისუფლება, პერსონალური მონაცემებზე აქვს წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმის კურსში ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია, გააკეთა თუ არა რაიმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიმართა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაადგინა თუ არა ვის ხელში მიდის შემდეგ ეს კადრები, ან როგორ ხდება მონაცემების დამუშავება, მაგალითად აი ამ შეტყობინებებზე წვდომა აქვს თუ არა სხვას, ან იმ მოქალაქეს აქვს უნდა ჰქონდეს თუ არა განცდა, რომ ის პირადი ინფორმაცია, რომლის წაკითხვაც ამ კამერების მხრიდან მოხდა და მაგალითად თუ წაიკითხავენ რა შეტყობინება მიუვიდა მოქალაქეს მობილურზე, შემდეგ ეს ინფორმაცია, ვიდეო კადრი სადმე სხვა უწყებაში მიდის თუ არა, ამ კითხვებზე პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ. მანიფესტაციაზე გვაწვდიან მოქალაქეებს, ჭყალებში დარღვევებს და იქ ხედავთ, რომ ძალიან ახლოდან დეტალურად ამის გარჩევა ხდება და ეს კამერები რეალურად უკვე მონტაჟდება მთელ ქალაქში ყველგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკს, როდესაც სახელმწიფო ამ ჩინური კამერები ჩინურ სტილში დაიწყებს სოციუმის მთლიანად კონტროლს აი ამ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მეშვეობით და შესაბამისად ეს არის გეტოს სცენარი, რომელიც არის ძალიან საშიში იმ დროს, როცა ყავს დიქტატორი ივანიშვილი და რომელიც მიზანი არის ყველა ადამიანის სრული კონტროლი. ბიუჯეტის ჭამისგან მორჩენილ ფულს ხარჯავენ არის კამერებში, წამკითხელ აპარატებში, რომელსაც ბოლოს 7 მილიონი გადაიხადეს იმისათვის, რომ ქონოდათ წვდომა ორ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შორის კომუნიკაციაზე. და ეს კამერებიც, რომლებიც არამხოლოდ ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენენ, არამედ მათ პირდაპირ მნიშვნელობით კომუნიკაციაზე არ ვიცი საბუთებზე აქვს წვდომა, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ და ალბათ სამარადისოდ ის, რომ ქართული ოცნება იმზადება და საბოლოო ჯამში კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ავტორიტარიზმისკენ. სასამართლოს განმავლობაში ვინდა დარწმუნებით ხო, რომ ძალიან მაღალი ხარისხის კამერები არის, ნამდვილად კარგად ჩანს ადამიანები, კონკრეტულად მისი იდენტიფიცირებაც მარტივი არის, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთლიან სურათს არ გვაჩვენებენ არასდროს. ეს არ ამგონია მთლად კამერების ბრალი იყოს, უბრალოდ მხოლოდ ადამიანები ჩანდა, მხოლოდ ჩემი სახე ჩანდა და არა ხალხის რაოდენობა, თუმცა როგორც ტექსტების გარჩევა არის მარტივი, ასევე არის მარტივი ადამიანების გარჩევა და თუ პროფესიონალები არიან, მათ შორის საუბრის აღქმაც შესაძლებელი იქნება ამ კამერებით, ამიტომ ეს არის რეპრესიული საშუალება, რომელიც მოქმედებს იმაზე, რომ რაც შეიძლება ყველაფერი კონტროლის ქვეშ კონდეს ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ეს ვიდეო კამერები წარმოებულია ჩინეთში და ჩინური კომპანია დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. სანქციების მიზეზი გახდა სწორედ ის, რომ ჩინეთის მთავრობა ამ კამერების დახმარებით ვიდეო კადრებს იყენებდა კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ და ამერიკამ ჩათვალა, რომ ამ კუთხით ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მასიური კონტროლი ხდებოდა.